ტრამპი თეთრ სახლში კაბინეტის შეხვედრიდან გამოვიდა, სადაც კუბა უკვე მხოლოდ სიტყვიერი ზეწოლის ცენტრში აღარ ჩანს. ამ ხუთშაბათს 2026 წლის 28 მაისს ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენები აჩვენებს მზადყოფნაში არსებულ სიას კასტროს რეჟიმის წინააღმდეგ. მარკო რუბიოს თქმით, გაესა დიქტატურის ეკონომიკურ გულად სახელდება. პენტაგონი ინარჩუნებს სხვადასხვა ვარიანტებს, ხოლო თეთრი სახლი კუნძულს პირდაპირ საფრთხედ განიხილავს ფლორიდიდან რამდენიმე მილში. მიზანი არ არის კუბის ხალხი. მიზანი არის კომუნისტური სტრუქტურა, რომელიც აკონტროლებს ფულს, პორტებს, სასტუმროებს, ბანკებს, კომპანიებსა და სამხედრო ძალას. მაშინ როცა მოსახლეობა განიცდის ელექტროენერგიის გათიშვას, შიმშილს, შიშს და გაქცევას. ტრამპი ამზადებს მძიმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. რუბიომ პასუხისმგებელთა სახელები დაასახელა, ხოლო ჰავანამ გააცნობიერა, რომ საუბრის ტონი შეიცვალა. რა ნახა ტრამპმა შეხვედრაზე? რატომ აღმოჩნდა ახლა კუბა კრიზისის ცენტრში? როგორ შეიცვალა კასტროს რეჟიმი? რეაგირებს თუ არა, როცა ზეწოლა თეორიიდან პრაქტიკაში გადავა? ყველაფერს ახლა ვეგეთხვი. თუ ასეთი პირდაპირი და გულწრფელი კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. თემა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მარკო რუბიომ საჯაროდ ისაუბრა კუნძულის მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ გაესა სამხედროებთან დაკავშირებული ბიზნეს ჯგუფი ეკონომიკის უზარმაზარ ნაწილს აკონტროლებს. ეს არის იმ სიის მთავარი ნაწილი, რომელიც უკვე მზადაა. საქმე მხოლოდ ზეწოლაში არ არის. კუბის როგორც ერის დასჯაზე არ არის საუბარი. არამედ იმაზე, თუ ვინ აკონტროლებს ფულს, ვინ იცავს კომუნისტურ ელიტას და ვინ ამყოფებს მოსახლეობას დამსხვროულ სისტემაში. დონალდ ტრამპი ამ შეხვედრაზე არ მისულა იმისთვის, რომ კომუნიზმის წინააღმდეგ ძველი ფრაზა გაემეორებინა. ის შევიდა მმართველობის ლოგიკით. გამოევლინა რეჟიმის ძალაუფლების ცენტრი, იზოლაცია გაუკეთა მის ოპერატორებს, გადაუკეთა ფინანსური წყაროები და ამერიკული ძალა დატოვა როგორც გაფრთხილება. თეთრი სახლი იცის, რომ ჰავანა ცდილობს ნორმალურობის იმიჯის გაკიდვას. მაგრამ თავად რუბიოს გამოსვა ანგრევს ამ ვერსიას, როცა ამბობს, რომ რეჟიმის სიმდიდრე კუბელ ხალხამდე არ აღწევს. სწორედ აქ იცვლება ნარატივი. კუბა აღარ აღიქმება მხოლოდ ძველ და ღარიბ დიქტატურად. კუბა უსაფრთხოების პრობლემად წარმოჩნდება. მას სამხედრო ეკონომიკური ელიტა მართავს, რომელიც საკუთარი ხალხის ტანჯვას პოლიტიკურ ფარად იყენებს. რუბიოს გამოსვლა შეხვედრის დროს მკაცრი იყო, რადგან მან რეჟიმს ნერვზე მოხვდა. მან აღნიშნა, რომ კუბა უთვალავი კომუნისტის ხელშია და სტრუქტურის სახელად გეესა, რომელიც ამერიკის მთავრობამ წარმოადგინა როგორც კონგლომერატი, რომელიც აკონტროლებს სასტუმროებს, ბანკებს, ფულად გზავნილებს, მაღაზიებს, პორტებს და სტრატეგიულ სექტორებს. ეს ბრალდება მნიშვნელოვანია, რადგან დიქტატურას იდეოლოგიური ველის მიღმა გამოაქვს და საქმეს ფულის სფეროში გადაიტანს. ვაშინგტონი ამბობს, რომ კუბის სიღარიბე არც შემთხვევითია, არც ხალხის ბრალია და არც მხოლოდ გარე ფაქტორების შედეგია. კუბის სიღარიბეს იხენებს ელიტა, რომელიც ძალაუფლებას აკონცენტრებს და შემდეგ მსოფლიოსგან შემსუბუქებას ითხოვს. კუბის წინააღმდეგ გამზადებული სია სწორედ ამ ეკონომიკური შეტევით იწყება. ტრამპის მთავრობა უკვე აფართოებდა სანქციებს კუბის სამხედრო სტრუქტურასთან დაკავშირებულ პირებსა და კომპანიებზე. სტრატეგია პირდაპირ მექანიზმზე ამიმართული, რომელიც რეჟიმს შიგნიდან ამაგრებს. მიზანია ცუდომის შეზღუდვა, ოპერატორების გამჟრავნება და პოლიტიკური ფასის გაზრდა. და ცხადად აჩვენოს, რომ კომუნისტურ აპარატთან დაკავშირებული ბიზნესები შეიძლება სამიზნედ იქცეს. ეს აფრთხილებს ბიზნესმენებს, ოჯახის წევრებს, შუამავლებსა და გარემოკავშირეებს. ვინც წლები რეჟიმის ჩრდილში დაცულად ცხოვრობდა, ეხლა უნდა გათვალოს, ღირს თუ არა ჰავანის თვირთის ტარება. მეორე ნაბიჯი, სასამართლო და მიგრაციის სფეროში მოდის. ბოლო დღეებში კუბის ელიტასთან დაკავშირებული სახელები აშასეჩოში მიმდინარე საქმეებში გამოჩნდა. ჰადეს ლასტრეს მორეირას საქმე, რომელიც გაესას ერთ-ერთი ძლიერი ლიდერის და გახმაურდა მას შემდეგ, რაც ამერიკულმა ხელისუფლებამ მას მუდმივი ბინადრობის უფლება გაუუქმა და რეჟიმთან კავშირი მიუთითა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია ალინა როსალეზე, რომელიც ულისეს როსალეს დელ ტოროს, კუბის სამხედრო აპარატის ყოფილი ძლიერი ფიგურის ქალიშვილად არის წარმოდგენილი. ის ამერიკის ტერიტორიაზე არარეგულარული საიმიგრაციო სტატუსის გამო დააკავეს. ეს შემთხვევები ამყარებს მოსაზრებას, რომ ტრამპი მხოლოდ ჰავანას არ უყურებს. ის უყურებს იმ ქსელს, რომელიც რეჟიმის პრივილეგიებთან ახლოს ცხოვრობდა. ხოლო თავშესაფარს შეერთებულ შტატებში ეძებდა. სამხედრო საკითხი ამ სიაში ყველაზე მძიმე ჩრდილად ჩანს. მიმდინარე ცნობები მიუთითებს, რომ პენტაგონმა რამდენიმე თვე გაატარა რეგიონში ძალების განლაგებით, კარიბის ზღვის აუზში საზღვაო ძალების ყოფნით, საჰაერო მეთვალყურეობით და სხვადასხვა სცენარისთვის მზადყოფნაში მყოფი ვარიანტებით. განლაგებული ძალა მტრის ქცევას ცulis, მანამ სანამ რაიმე ქმედება დაიწყება. დონალდ ტრამპი სწორედ ამ სივრცეში მუშაობს.
ავიამზიდების ყოფნა კარების ზღვის აუზში მათთან ერთად ხომალდები, რომლებიც ზეწოლისა და მეთვალყურეობის მისიებში მონაწილეობენ, სტრატეგიულ გაფრთხილებას წარმოადგენს. კუბის რეჟიმმა იცის, რომ კუნძულის მახლობლად განლაგებული საზღვაო ძალები მათ მანევრის შესაძლებლობას ამცირებს და თითოეული პროვოკაციის მნიშვნელობას ზრდის. და ართულებს ცდელობას რუსეთით, ჩინეთით, ირანითა და მოკავშირე ჯგუფებით მანიპულირონ ამერიკის ეზოში. დონალდ ტრამპის მთავრობა აშკარად აჩვენებს, რომ კუბას არ შეუძლია იმოქმედოს როგორც მტრული რეჟიმების პლატფორმა და შემდეგ დამალოს თავი დაუცველი პატარა კუნძულის ნარატივის უკან. კაბინეტის ხდომამ ასევე გამოავლინა შიდა პოლიტიკური ფაქტორი. ტრამპი აძლევს რუბიოს შესაძლებლობას წამყვანი როლი ითამაშოს კუბის საკითხში, რადგან სახელმწიფო მდივანი კარგად იცნობს თემას. ესაუბრება კუბურ ამერიკულ საზოგადოებას და ესმის კასტროს დიქტატურის სიმბოლური მნიშვნელობა ფლორიდისთვის და მთლიანად ამერიკული მემარჯვენეობისთვის. რუბიო მხოლოდ დამხმარედ არ ჩანს. ის ჩნდება როგორც მკაცრი ხაზის შემსრულებელი, რომელიც აერთიანებს ეკონომიკურ ზეწოლას, გზავნილს კუბის ხალხისთვის და პირდაპირ თავდასხმას კუნძულის სამხედრო ელიტაზე. ეს აძლიერებს იმ აზრს, რომ თეთრ სახლს აქვს ორგანიზებული პოლიტიკა და არაუბრალოდ სპონტანური რეაქცია. ჰავანა ცდილობს გადარჩენის ტაქტიკით უპასუხოს. რეჟიმი ეძებს ბიზნესს, ცდილობს ეკონომიკური გახსნა გაასაღოს, საუბრობს დიალოგზე და ვაშინგტონს აგრესიაში ადანაშაულებს. მაგრამ დიქტატურისთვის პრობლემა ისაა, რომ თეთრი სახლი ახლა კუბის ხალხს, კუბური ელიტისგან ასხვავებს. ეს გამიჯვნა კომუნისტური პროპაგანდის ძალას ანცირებს. როცა რუბიო ამბობს, რომ გაესას რესურსები მოსახლეობას არ ეხმარება, ის ანგრევს საბაბს, რომელსაც 10 წლეულების განმავლობაში იყენებდნენ. კუბელი ჩვეულებრივი მოქალაქისთვის დარჩენილი კითხვა მარტივია. თუ ფული არსებობს, თუ სასტუმროები არსებობს, თუ ბანკები არსებობს, თუ კომპანიები არსებობს, რატომ აკლია საკვები, ენერგია, წამლები და თავისუფლება? კუბის დაახლოება რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან კიდევ ერთი მიზეზია, რომელმაც ტრამპი უფრო მკაცრი პოზიციისკენ უბიძგა. ვაშინგტონი ჰავანას აღარ აღიქვამს მხოლოდ როგორც რეგიონულ პრობლემას. ის მას ხედავს როგორც ქსელის ნაწილს, რომელიც შეიძლება ემსახურებოდეს შეერთებული შტატების საწინააღმდეგო ინტერესებს. სწორედ ამიტომ კაბინეტის შეხვედრას მეტი მნიშვნელობა ენიჭება. კასტროს რეჟიმი ამ ეტაპზე მცირე მანევრის შესაძლებლობით მოქმედებს. ქვეყნის შიდა ეკონომიკა დასუსტებულია, მოსახლეობა მუდმივ კრიზისში ცხოვრობს. ელიტამ დაკარგა თავისი პრივილეგიების სრულად დამალვის უნარი, ხოლო ამერიკული ზეწოლა უკვე სახელი და მეთოდი შეიძინა. რაც ადრე ვაშინგტონსა და ჰავანას შორის ძველ დაპირისპირებად ჩანდა, ეხლა თანამედროვე პოლიტიკური ალყის სახეს იღებს. სწორედ ეს აცნობა კაბინეტის ხდომა. კუბა დღის წესრიგშია. რუბიო პოლიტიკურ შეტევას ხელმძღვანელობს და დიქტატურა აცნობიერებს, რომ თითოეულ ნაბიჯს შეიძლება უფრო ძლიერი პასუხი მოხვეს. შემდეგი ნაბიჯი დამოკიდებულია იმაზე, როგორ გამოეხმაურება ჰავანა. თუ რეჟიმი ცარიელი დაპირებებით დროის მოგებას შეეცდება, ეკონომიკური ზეწოლა შეიძლება გაიზარდოს. თუ შეეცდება ღიად მოძებნოს დაცვა შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეებისგან, თეთრი სახლი შეიძლება უსაფრთხოების საკითხებში უფრო მკაცრი გახდეს. და თუ შიდა კრიზისი კონტროლიდან გამოვა, პენტაგონი უკვე მზად ყოფნაშია, რომ დაიცვას ამერიკის ინტერესები და არ მისცეს ვაშინგტონის მტრებს ქაოსის გამოყენების შესაძლებლობა. სია უკვე მზადაა, რადგან სტრატეგიას უკვე აქვს სახელები, სექტორები, ინსტიტუციები და ინსტრუმენტები. რუბიომ მექანიზმი გამოკვეთა. თეთრმა სახლმა ტონი დააწესა, პენტაგონი გაფრთხილებად რჩება. და კუბის რეჟიმი, რომელიც მიჩვეულია ბნელში გადარჩენას, ეხლა იძულებულია გაუმკლავდეს ზეწოლას, რომელიც მხოლოდ სიტყვებით არ შემოიფარგლება, არამედ გადაწყვეტილებებით, რომლებიც შეიძლება შეეხოს ელიტას, ფულს და ძალაუფლებას. მე ვარ მილსონ ალოესი, გლობალის ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია სიმართლით. ახალი ამბების მულები ვიდეოს აღწერაშია. დასვი ლაიქი ამ ვიდეოზე, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალოესის საზოგადოებაში.